ყველას გონი ვარ პატარა რატომღაც. რაღაც პატარა ფაიფურის თოჯინა. მე მაქვს ჩემი სამყარო მოწყობილი და თავს გრძნობ ძალიან კომფორტულად. ბევრნაირი ქეთი არსებობს, სხვანაირი ქეთიც არსებობს. და განსხვავებული მიმართულებით წავედი, დავინტერესდი ელექტრონული მუსიკით და ვცდილობ რომ რაღაცები შევისწავლო. შემდეგ ეტაპზე ძალიან მინდა გადასვლა, ძალიან გამიხარდება თუ ერთი სკამი მეც მერგება. კეთი მერიძე დაგერხა. მე რა უნდა ქნა? Took your love away. Since you've been gone, I can do whatever I want. I can see whenever I choose. I went to the doctor and guess what it told me? როგორ თამაშობ თავის You said, girl, you better try to have a fun, no matter what you do. Back needs the food, 'cause nothing compares. Nothing compares to you. Nothing compares. Nothing compares. ისევ ფეხზეა ყველა გილოცავთ კეთი გილოცავთ ბრავო ჟიურის უნდა მოусმინოთ ახლა და რა თქმა უნდა კატეგორია გოგოების მენტორს ლელას ბოლოს მოусმენთ გიორგი ხო ჩვენ მესამე დავდეგით ფეხზე რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხას იმ რთულ მდგომარეობას ბოლოში ადგომა კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ყველაზე დიდია მოთხოვნა სწორედ ამ დროს, როდესაც ბოლო კონკურსანტი გამოდის სცენაზე და როდესაც ამას მოახერხებ, კეთი, ეს თითქმის შეუძლებელია და კიდევ ერთხელ ეს ხას უსვამს იმ რთულ მდგომარეობას, რომელშიც ლელა ახლა. შენ კეთი მოახერხე ის, რაც მხოლოდ რამდენიმე კონკურსანტმა შეძლო, აქ რომ კასტინგი ძალიან ეფექტური გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო ეფექტური გამოსვლა შემოგთავაზე აქ. ეს შენ რა თქმა უნდა გაძლევს უფლებას რომ სრულიად დამსახურებულად მოითხოვო შენი ადგილი X ფაქტორში და შენი სკამი ამ 4-დან. დიდი მადლობა გიორგი. სოფო გისმენთ. ამით უნდა დაიბადო, ამას ვერ გამოიმუშავებ, ეს უნდა გქონდეს დაბადებით. და შენ აი ესეთი საჩუქარი მოგცა ღმერთმა, შენი ხმის და შენი ყველაფრის სახით. ძალიან კარგი გამოსვლა იყო. დიდი მადლობა სოფო. კეთი ემოციებშია ცემლებს ვერ იკავებს. დაწყავდი დაწყეთ. სტეფანი თელს X ფაქტორში ყველაზე მეტად ჯერჯერობით მომწონხარ შენ. ნამდვილად არ მეგონა თუ ამას ვიტყოდი, მაგრამ შენ ნამდვილად ხარ დღევანდელი სუნთქვა და ზუსტი პულსი, რაც არის საჭირო. შენ ხარ ძალიან მაგარი. ბრავო. და ვუსმენთ კატეგორია გოგოების მენტორს, ლელა, შეაფასე. ისეთი კმაყოფილება. მართალი გითხრა ჟუანტელმაც კი დამიარა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ადამიანის ნამღერი ჩემზე ესეთ შთაბეჭდილებას ახდენს
და რომ შევიგრძნობ ამ ყველაფერს, იქ უკვე უტყუარია ნებისმიერი ფიქრი. პირდაპირ გაძლევს იმის საშუალებას და თავისუფლებას, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი. ძალიან მომეხმარა ეს ყველაფერი, რაც მე განიცადა. და გადაწყვეტილების დროა, ლელა. შენ უნდა გვიპასუხო. ქეთი რჩება თუ მიდის? რა თქმა უნდა, ქეთი გამხელა პაუზა. რჩება ქეთი. ქეთი რჩება! ქეთი რჩება! გილოცა როგორ გაუყარდა? ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ შენ გარანტირებულად უკვე 4 ხელში ხარ და სანერვიულოც არაფერი არ არის, უბრალოდ ცოტა ხანი ჩვენთან უნდა. თუმცა მე ვხედავ როგორ ნერვიულობენ გოგოები. აი, სკამებზე. რადგან ერთ-ერთი მათგანი უნდა წავიდეს სახლში. ანუ ჩანაცვლების დროა. ლელა, სკამებზე სხედან. გვანცა ოსიყმაშვილი. მატილდა კატალია. მაგდა ვასაძე. და სოფო საჟინიანი. ლელა, შენ ახლა უნდა გააკეთო ჩანაცვლება და ამით მიიღებ საბოლოო გუნდს. გვიპასუხე, ვინ მიდის სახლში? ნუ მაგდა ვასაძე არ განიხილება საერთოდ ის რჩება. რა თქმა უნდა, მე მჭირდება განსხვავებული და ძალიან სტაბილური გვანცა და ის რჩება. და ორი აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული კონკურსანტი. სოფო და მატილდა. ნებისმიერ შემთხვევაში, რომელიც არ უნდა ადგეს ახლა ამ სკამიდან, ჩემთვის ეს იქნება ძალიან ძიმე. და სამწუხაროდ ფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გულთან და სულთან ძალიან ახლოს არის ეს ადამიანი და ძალიან მეტკინება, მაგრამ ცოტა რთული კონკურენცია არის და ამიტომ სამწუხაროდ მატილდა დატოვებს დღეს კონკურსს. ძალიან წუხართ, მაგრამ მატილდა კატალია ტოვებს X მე ფაქტორს. მინდა მას ძალიან დიდი მადლობა გადავხადო. მოდიში ამ გადაწყვეტილებისთვის აპატიებთ. მთელი სული და გული ხართ ჩემი. დედას ფიცა ვარ, ძალიან მაგარი ხართ. სწორად მოიქცა. ლოგიკური იყო. აბა. შნაკაეშვა ხო? არა. შნაკაეშვა. მაგრამ ძალიან ძლიერი კონკურენცია არის და მოდის ვიხდით. მე არ მინდა რომ თქვენ ჩაგაბდოთ ეს უღმესი მადლობა. თუ შეიძლება ერთი სიტყვა. არანაირი პირიქით მე ძალიან დიდი პოზიტივით მივდივარ, იმიტომ რომ მე ამ პროექტიდან მივიღე იმდენი პოზიტივი, იმდენი სითბო და სიყვარული ხალხისგან. თქვენგან ხო საერთოდ არც მოველოდე, არანაირად მე გულდაწყვეტილი არ მივდივარ, პირიქით მივდივარ ძალიან ამაღლად. გელოდებით, იცოდეთ, გელოდებით სიახლეებით. და ამეტია. მაყოფილი ვარ ჩემი თავის, მე პირველად 54 წლის ასაკში გამოჩდი სცენაზე და ვიყავი ათელში ძალიან მაგარ გოგოებთან და მე უკმაყოფილო ნამდვილად არ მივდივარ, იმიტომ რომ ეს ჩემი პირველი ნაბიჯი იყო.